ინიციატივა ამზადებს კონსტიტუციურ არჩევნებს, რომელიც ეხება საქართველოს კონსტიტუციის 50 მუხლის შენარჩუნებას. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის კალენდარული წლის ოქტომბერში და საქართველოს კონსტიტუციის 70 მუხლის მე-9 პუნქტის წინადადებას პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. ჩვენ თვლით, რომ ეს მუხლები, კონსტიტუციის მუხლები ეწინააღმდება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს, რომელიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არავის აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 59 მუხლს, სადაც კაფით არის გასაზრდილი საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადა არის 4 წელი და საქართველოს კონსტიტუციის 22 მუხლს, რომელიც პირდაპირ კაფიოდ განსაზღვრავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს სახელმწიფო თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის არჩევნების პერიოდულობა და ამ პრეცედენტის დაშვება, რომ რაიმე პრეცედენტის გამო გადატანილი იქნეს და არ იქნეს ეს კაცად განსაზღვრული ვადები დაცული, თვლით, რომ იქნება არაკონსტიტუციური და არაკონსტიტუციური ფაქტებში მოაქცევს უკვე გაგრძელებულ ვადებს. ხომ ფიქრობ, რომ უკვე დაგვიანებულია ეს მაისში ჩატარება არჩევნების და რამდენად მოესწრება? შესაძლოა მაისში ჩატარდება არჩევნების ეს იქნება შეგუება, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ რამოდენიმე მეთოდით ვცადეთ, რომ მქონდა მმართველი საქართველოს პარლამენტის წევრები თვითონ პარლამენტში რამდენიმეჯერ იქნა ეს თემა განხილული, მაგრამ არ ქონდა ამას შესაბამისი რეაგირება, სხვა გამოსავალი აღარჩევთ ყველა მმართველ საკონსულტაციო სასამართლოს, რომ აღარ იმოს კონსტიტუციური წესრიგი და ჩაატაროს და ისლამის კონსტიტუციაში მოსწრება და ჩაატარდეს არჩევნები იმ ვადებში და მანდატითაც საქართველოს მოსახლეობას ყავს არჩეული საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პრეზიდენტი. და კონსტიტუციის სასამართლო ალბათ მიიღებს